გამარჯობა დღე მშვიდობისა ყველას აბა როგორ ვართ დილა მშვიდობის ვისთან დილა და ვისთან შუადღეა მაგრამ მაინც დღე მშვიდობისა ყველას მეგობრებო როგორ ხართ აბა როგორ ვართ აჰა ანა მარია აქა სალამი ყველას მეგობრებო ყავას ვიკეთებ, აბა ვისაც სურვილი გაქვს ახლა ჩაუჯექით, მოემზადეთ, განეწყვეთ. დავჯდეთ მეგობრებო. დღეს ცოტა დავიგვიანე, იმიტომ რომ ოთახი გამოვიცვალე, ჩემ გემოზე მოვეწყვე და მოვედი თქვენთან მაგიდასთან. აი ესეთი კომფორტი მაქვს ახლა. კარგად გაიხარეთ მეგობრებო. დღე მშვიდობისა ყველას. აი მოვედი მეგობრებო, მოიმზადეთ ყავები, წყალი, ვისაც რა გსურთ და დავიწყებთ. წყალი დავადგი ყავისთვის. კი ბატონო. ხო, ჩემო ძვირფასებო. ავანთებ ეხლა სანთელსაც. ეს ჩვენი მაიმუნიც აქ არის. ვაჟ ბატონი ფინთიკოზა. მეგობრებო, აი კიდევ ეს შევიძინე, ნახეთ რა ვიყიდე. აი, ძალიან მიყვარს ესეთი რამეები. ხო? კიდევ ესეც მაქვს, მეგობრებო, რამდენიმე დღეა ეს მაქვს ნაყიდი. აი რა არის? ეხლავე გაჩვენებთ. მეგობრებო. აბა ვის გიყვართ ესეთები? ვის ქონდა ესეთები ბავშვობაში? უღმესი მადლობა ყველას მეგობრებო. მე ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს, ვისი არ ვიცი. ჩემო ძვირფასებო. მოვამზადებ კარტებს თქვენთან ერთად. ამიტომ სანთელი მე მგონი არ დაგბლოკავს. სანთელი ჩემო ძვირფასებო. ასე რომ კარტებს მოვამზადებ თქვენთან ერთად და სულ რაღაც 2 წუთი და დავიწყოთ. უცებ ყავას მოვიტან ჩემო ძვირფასებო. თქვენც მოეწყվეთ, განეწყვეთ მანამდე და დავიწყებ მეც თქვენთან ერთად. 1 წუთი.
მოვედი, მეგობრებო. მოვედი. აი ესე. მოკლედ. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო. დღეს დილას ცოტა ვერ ვიყავი კარგად. მე ავდექი და უცებ შევიცვალე განწყობა. ამიტომ ესე გირჩევთ თქვენს. ესე იგი, დავიწყოთ ეხლა, ჩვენ დავიწყოთ მოდი შემოდგომის დასტით მეგობრებო. შემოდგომის დასტით დავიწყოთ. მოდი ჩვენი მთვარეც დავდოთ. აქ რა პრობლემაა? ჩვენი მთვარე. კინოში როა მეგობრებო, იცით ხო, კინოში. ჩემი სანთლების ამბავი იცით ხო, როგორ მიყვარს. ხო. ეხლა მე დავიწყებ თქვენივე დახასიათებით, თუ როგორ ენერგიებში ხართ მეგობრებო. კი ბატონო. ნუ ეხლა ეს რო იტყვენ სხვის სახში. ჩემ სახში როცა ვიქნები უამრავი რაღაცეები მაქვს. ისეთი სასანთლეები მაქვს, შანდლები მაქვს, მზეები მაქვს, მთვარეები მაქვს. საქართველოში მეგობრებო ძალიან ბევრი რაღაცეები მაქვს სპეციალურად ჩვენი კუთხისთვის გამზადებული, თუმცა როდის იქნება ეს არ ვიცი, მაგრამ პერსპექტივაში არის. დიდი ამბავი ეხლა ჩვენი პარტნიორი თუ გვპირდება პერსპექტივაში რაღაცეებს, მეგობრებო, ეხლა მომიტევეთ. მე ნამდვილად მაქვს პერსპექტივაში და. ხო. ეხლა იმედია მოვეწყვეთ. განვეწყვეთ და მე მინდა ეხლა დავიწყო მეგობრებო. დავიწყო, ცოტა ხო არ ჩავწიო ქვემოთ. ყავასთან ერთად დავიწყოთ მეგობრებო. რა თქმა უნდა, მე ვერ ვხედავ ამ ყველაფერს. ხო. მე ვერ ვხედავ ეხლა თქვენს კომენტარებს მეგობრებო, მაგრამ ხო, დავიწყებ ეხლა თქვენი ენერგიებით. როგორ ენერგიებში ხართ ეხლა დღეს? ვინ ხართ თქვენ მაგალითად? ვინ ხართ თქვენ? ო, აი, ბედნიერი დღე გაქვთ. თქვენ ხართ ბედნიერება. თქვენ ხართ ადამიანი ბედნიერება. თქვენ ხართ ადამიანი გამართლება. აი რაღაც გადაწყვეტილების წინ დგახართ. თუმცა მაინც რაღაც გიშლით ხელს. არ ვიცი, რაღაც გადაწყვეტილების წინ დგახართ და ხელს მაინც გიშლით რაღაც. სიურპრიზებს ელოდებით? ერთ ბედნიერ დღეს გათენდება და კი ბატონო, ისი ჭირიმე თქვა. ყოჩახ. ელოდებით სიურპრიზებს, რომელიც აქამდე იგვიანებს. კიდევ თქვენი ენერგიები აწარმოებთ ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს სხვათა შორის. გიწევთ ბევრი საუბარი, ბევრი კონტაქტი გიწევთ ადამიანებთან, ვის ახსნა განმარტება გიწევთ, ვის რაღაც შეპირებები გიწევთ, ვის კონფლიქტი გიწევთ, ყოველ შემთხვევაში ხო, აი ესეთ ენერგიებში ხართ, კიდევ თქვენი ენერგიები. მოკლედ გინდათ რომ დაიფიცოთ რაღაც მეგობრებო და მე გეტყვით ეხლა ეს რა არის, რა ფიცია, ეხლა მე გეტყვით ამ წუთას ამას. ეს ფიცი არის, იცით რა? ვაიმე რომ საკუთარ თავს აღარ მიაყენებთ შეურაცხყოფას. რომ საკუთარ თავს ასიამოვნებთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ საკუთარი მიზნებისთვის. იმდენად დაიღალეთ, აი მორალურად დაიღალეთ, სულიერად დაიღალეთ, ფიზიკურად დაიღალეთ. ყველანაირად დაიღალეთ ამდენი საუბრით, ამდენი მოლაპარაკებებით, ამდენი გაუგებრობით, ადამიანებთან ამდენი კონფლიქტებით, მეგობრებო, ამდენი დაპირებებით დაიღალეთ მოკლედ. ხო, ძალიან დაიღალეთ, რო იტყვიან კიდევ. ხო, გინდათ რაღაც დაასრულოთ, გინდათ რაღაც პროგრესზე წახვიდეთ, გინდათ რაღაც გადაწყვიტოთ. გინდათ რაღაც შექმნათ, გინდათ რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგრამ ვერ წყვიტავთ და რატო ვერ წყვიტავთ არ ვიცი. რას ელოდებით მეგობრებო? რა ბრძოლებში ხართ? იცით როგორი ბრძოლები გაქვთ? საკუთარ თავთან ბრძოლები გაქვთ მეგობრებო, მეტი კი არაფერი. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. გეშინიათ სხვისი ენების, ჭორების, ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებთ, ვის რა გაქვთ მხედველობაში არ ვიცი, მაგრამ იმაზე რაზეც თქვენ ფიქრობთ და რისი დაწყებაც გინდათ მეგობრებო, ფიქრობთ რომ ვაიმე ვინ რას იტყვის, ვაიმე ვინმემ რო გამიგოს, ვაიმე იმან რა იფიქრა, იმას რა ეგონა, იმას მეგობრებო. გამოდით ამ ერთი და იგივე წრიდან.
დაასრულეთ ეს ერთი და იგივე ყოველდღიურობა. მოეშვით ამ ყველაფერს. ვინ რას იფიქრებს, არის დარდოთ ამაზე, იმიტომ რომ ყოველთვის იმას იფიქრებენ, რაც მათ სურს. სხვათა შორის, მეტი არაფერი. ხო, ამიტომ ვინ რას ფიქრობს, ეს ჩვენ არ გვარგია. კიდევ რაო? ხო, ადამიანები ჩაყოფენ ცხვირს თქვენ ცხოვრებაში და გაუშვით ნატრივისული ბუკვიზეო. ჩვენ ხო ვიცით ესეთი, ნატრივისული ბუკვიზე. გაუშვით მეგობრებო. კი? აი ესე, მიაბუნძულეთ. მეგობრებო. თანხმობა გაქვთ. ტაროდან და სამყაროდან. ხო, ტაროდან არა და შემოდგომიდან, რო იტყვიან. კი ბატონო, მიაძუნძულეთ მეგობრებო. აი ესე. თქვენი იმედები, ნახე რეალიზავაც. რიშაც, გადაწყვიტეთ, დაიწყეთ, გამოდით, გადით, წადით, რა ვიცი მეგობრებო, ხო. აი რა ვიცი. ბოლო-ბოლო დაიწყეთ. თქვენი ენერგიები, კიდევ. თქვენი ენერგიები. თუ რაიმე დაწყებული გაქვთ, არ შეგეშინდეთ მეგობრებო. მეგობრებო, არა, ეს ძალიან დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. იმას, რასაც შეცვლით, იმას, რასაც დაიწყებთ, იმას, რასაც გააკეთებთ, ეს მოგიტანთ ძალიან დიდ სიხარულს, ძალიან დიდ ხალის, აი ენერგიას მოგცემთ, ძალას მოგცემთ, ღიმილს მოგცემთ, მეგობრებო. აი მეგობრებო. აი მეგობრებო. ხო. ამიტომ უნდა დაიწყოთ. კი. თქვენი ენერგიები. თვარე. აი ხო გეუბნებით, თვარე. მოკლედ იმას, რასაც თქვენ არ აკეთებთ, მეგობრებო. იმას, რასაც ახლა თქვენ ორჭოფობთ და არ აკეთებთ, იცოდეთ რომ ამის დრო მოდის, იწურება ამის დრო. ბოლო-ბოლო უკვე მაინც მაქეთკენ მიდიხართ ერთი ეს. და მეორე ის, რომ ამას თუ არ დაიწყებთ, ეს არის თქვენი გამოცდილება სამყაროდან. თქვენ ამას თუ არ დაიწყებთ, მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან რა კარტია. კაიხანს იქნებით ასე. უმოძრაობაში და უმოქმედებაში, იმიტომ რომ თქვენ ეს რაც გინდათ იმას თუ არ დაიწყებთ მეგობრებო, სულ იქნებით ასე პრობლემებში. ამ საქმეს რომ მოკიდებთ ხელს, ნებისმიერი რაღაცა. ჯერ ერთი თქვენ ცხოვრება ძალიან შეცვლის. მეორე მეგობრებო, აღარც ავად იქნებით, აღარც უძალობა გექნებათ, უხასიათობა არაფერი არ გექნებათ მსგავსი. აი მე მაგალითად. არ ვიცი ერთ ორჯერ მაქვს თქვენთვის ნათქვამი რომ სანამ აქამდე მოვედი, აი ამ სიტუაციამდე მოვედი, ძალიან ბევრი ვიორჭოფე. ვითრიე ფეხი რო იტყვიან, დღეს ხვალ. და იმ პერიოდში ისე ცუდად ვიყავი, მეგობრებო. აი მე ეს რო არ დამეწყო, მე ვიქნებოდი ცუდად. მე რო ეს საქმიანობა დავიწყე, თქვენთან რომ მოვედი და აი ამ ყველაფერს მოვკიდე ხელი, მე ბევრად უკეთესად ვარ. აი ამის თქმა მინდა თქვენთვის. არა სავალდებულო ეს, იქნებს სხვა რამე გაქვთ, ნებისმიერი რამ, რაც თქვენ გაქვთ. სანამ იმას არ დაიწყებთ, მეგობრებო, თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება უკეთესობისკენ იცოდეთ. ყოველთვის გექნებათ საპირისპირო სიტუაციები, ბრძოლები, კონფლიქტები, აი ხო სუჟძენი არის, ადამიანებიდან განკითხვები, ყოველთვის გექნებათ მეგობრებო, იცოდეთ. თქვენი ენერგიები. არც ეს გექნებათ იცოდე. სანამ რამეს არ შეცვლით, არც ეს არ გექნებათ იცოდეთ მეგობრებო. ხო? როგორი დაღლილები ხართ? ეს გინდათ, მაგრამ აი ესე ხართ. რანაირად მეგობრებო? აი ესეთი დაღლილი ახლა ვინმეს უნდებ ხართ? მე არ აი თქვენ გინდათ ესეთი ვინმე დაღლილი მეგობრებო გვერდით? არა, ხო? ვიცი რომ ყველა გამცემთ ახლა პასუხს არას. ხო. ასევე თქვენ ვინმეს უნდებ ხართ ესე დაღლილი? საკუთარ შვილსაც არ უნდებ ხართ ესეთი მეგობრებო გარწმუნებთ. არავის არ უნდებ ხარ ასეთი. ხო და რატო ერჩით საკუთარ თავს მე არ ვიცი. როცა შეგიძლიათ ასე იყოთ. აი ასე. აი ამ სიტუაციაში. ხო. აი მე ყავა გავიკეთე, მაგრამ არაფერი. ხო, ჩემო ძვირფასებო ასეა. სანამ რაიმეს არ შევცვლით ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი ცხოვრებაც არ შეიცვლება. ესეთი მეორე უნდა ვიყიდო, რომ
ბავშვებს გავუგზავნო. ძალიან მიყვარს მეგობრებო. ძალიან მიყვარს. მოკლედ დატოვოთ უნდა მოგონებებში ყველაფერი. აი ეს ადამიანიც უნდა დატოვო მოგონებებში. ანა მარია, შენი მაიმუნი რა ვქნათ? რა ვუყოთ ამ მაიმუნს არ ვიცი. ამას რა ვუყო არ ვიცი. კუდქიცინა კუცურას რა ვუყო არ ვიცი. მეგობრებო, ჩანს? არ ჩანს, ხო? არ ჩანს. აჰა, ჩანს. უბრალოდ სანთელს მალავ. რა ვუყოთ ამას მეგობრებო? ხო? ჩემო ძვირფასებო. სხვაობას ხედავთ 0. ხო, დატოვეთ ეს ადამიანი მოგონებებში. დატოვეთ მეგობრებო, დატოვეთ. განგაში გაქვთ ატეხილი უკვე. შინაგანად. მოკლედ თქვენი ენერგიები. ჩემო ძვირფასებო, რაც ადრე დატოვებთ წარსულს, მით ადრე დაიწყება თქვენი სრულყოფილება. მით ადრე მოხვალთ სრულყოფილებაში. სამყაროც უკვე შეწუნებულია ამ ყველაფერზე მეგობრებო. არ ვიცი, ახლა მეტყვით რომ არ ვარ ასე და კი ვარ და ნუ ქვეცნობიერში მაინც გაქვთ მეგობრებო და 1%-ითაც რო იფიქროთ წარსულზე, ესეც უკვე ენერგეტიკულად გაქვთ. ამიტომ რაც ადრე დატოვებთ ამ ყველაფერს, რაც ტკივილს გაყენებთ მეგობრებო. გაუშვით, ნახეთ, წმენდა, გაიწმინდეთ მეგობრებო. ამ შავი ხვრელიდან გამოდით და აი სამყარო გეუბნებათ რომ ყველაფერი გექნებათ კარგად. ულუჩენიე, გამოსწორება, დაიწყება თქვენი ცხოვრების გამოსწორება. მეგობრებო. ძალაც მოგემატებათ, ენერგიაც სამართლიანობა იზეიმებს. ენერგიაზე მოხვალთ მეგობრებო, ის რაც ახლა არ გაქვთ. უძალობა, უხალისობა, უენერგიობა, აი ესე პეპელასავით ამჩატდებით მეგობრებო. ნუ გეშინიათ წარსულიდან გამოსვლა. ნუ გეშინიათ. ამიტომ რაც ადრე აქედან გამოხვალთ, ნახეთ რა ლამაზი კარტებია ბოლოში. აი მეგობრებო. ხო, ასე რომ იფიქრეთ ამ ყველაფერზე და ყველაფერი იქნება კარგად. დაგეგმეთ მეგობრებო. რაიმე დაგეგმეთ. ან ივარჯიშეთ. აი მე მაგალითად ახლა ძალიან მინდა. დღეს თუ მოვახერხე არ ვიცი, უბრალოდ ამ დღეებში ძალიან მინდა გავარკვიო დახურული აუზის ამბავი. იცით რომ წელს სხვაზე არ ყოფილვარ და ძალიან მაწუხებს ჯანმრთელობის მხრივ ეს ამბავი. სხვის აბაზანები არ მიმიღია. ამიტომ პრობლემები მაქვს სისხლძარღვების, მეგობრებო, ძალიან მინდა რომ აუზზე ვიარო. ძალიან მინდა, არ ვიცი რა ჯდება, როგორ ჯდება, რა ხდება. დღეს ან ხვალ აუცილებლად უნდა მოვიკითხო მაგი ამბავი. მოდი გავარკვიოთ ახლა. თქვენი პარტნიორის ამბავი, ჩაიფიქრეთ პარტნიორი, მეგობრებო, მოდი ერთი მივაყოლოთ რა. რა ხდება მასთან? რა ხდება თქვენს პარტნიორთან, როგორ ენერგიებში იმყოფება ვაჟბატონი თუ ქალბატონი, აბა? ვისაც გაინტერესებთ, ვისაც არ გაინტერესებთ მეგობრებო. ხო? გადაახვიეთ მერე. არ მოусმინოთ ჩემო ძვირფასებო. ვისაც არ გაინტერესებთ პარტნიორზე და ელოდებით ნამდვილად ახალს, არ უყუროთ ამას. არ მოусმინოთ. ვისაც აინტერესებს მხოლოდ იმათმა. დავიწყოთ. ჩაფიქრებული პარტნიორის თუ ადამიანის, თქვენ თუნდაც მეზობელი ჩაიფიქრეთ, წინა დღეს მწერდა ვიღაცა ესო მარტო პარტნიორზეაო, არა მეგობრებო. თქვენ შეგიძლიათ დედმამიშვილი ჩაიფიქროთ, მეზობელი ჩაიფიქროთ, ნათესავი ჩაიფიქროთ. რა მნიშვნელობა, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. დავიწყოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია. ეს ადამიანი ძალიან დაიკარგა ფანტაზიებში და ილუზიებში, მინდა გითხრათ. ამ ადამიანს უყვარს სხვის ცხოვრებაში ალბათ ცხვირის ჩაყოფა თუ სხვისი ამბების მოკითხვა, სავარაუდოდ. ხო, შეიძლება მის ცხოვრებაში ხდებოდეს ახლა ფანტაზიები, ილუზიები, ჭორები, მითქმა-მოთქმები, კი მეგობრებო. კი, ესეთი რაღაცები ხდება ახლა მის ცხოვრებაში. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში? მოდი გავარკვიოთ ახლა. რა ხდება მის ცხოვრებაში? ხო, აქაც რა ხდება და უკვე სამყაროა ჩარეული მეგობრებო. ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანს უკვე ტრივოგა აკატეხილი. ძალიან დიდი ტკივილი აქვს.
რესურსები, ხო, ენერგიის მომატებას ცდილობს, შეიძლება ეხლა ისვენებდეს ეს ადამიანი, კი ბატონო, თითქოს რაღაც წარსულიდან გამოდის, წარსული ენერგიებიდან გამოდის, იმ ცუდი ენერგიებიდან, თითქოს რაღაც ქარიზმატულიც ხდება ამ ბოლო დროს, თუმცა დაღლილობა მაინც აქვს, კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანი 24/7-ზე ინტერნეტშია, სოციალებში, თითქოს უყურებს წარსულს, არ ვიცი ეს წარსული სავარაუდოდ თქვენ ხართ, დაიღალა თქვენი ცქერით ეს ადამიანი. ეს ადამიანი თქვენი ცქერით ძალიან დაიღალა, მეგობრებო. ხომ არ მივეშველოთ ამ საცოდავს. ხო, კიდევ რაო. თუმცა ძალიან თავდაჯერებულია. თითქოს რაღაცის მიღწევები უნდა და რაღაც ინტერესები აქვს, კი ბატონო, მაგრამ რაღაც უშლის ხელს ამ ადამიანს, მეგობრებო. კი, თუმცა დიდი შემართებით არის, იმიტომ რომ უკვე მონდომება აქვს. ცდილობს, რომ თავისი ცხოვრება გამოასწოროს, სავარაუდოდ თავისი ხელით, არანაირი სხვისი ჩარევით, კი შეიძლება ბევრი ჭორები იყოს მის ირგვლივ, მაგრამ ეს ადამიანი არ უყურებდეს ახლა ამ ჭორებს და ცდილობს თუ როგორ გამოასწოროს თავისი ცხოვრება. კიდევ კი, წმენდის პროცესია ეს ადამიანი, განკურნების პროცესია, დაცარიელებულია. ანუ რეინკარნაციას გადის ახლა ეს ადამიანი, იცვლება, რო იტყვიან. ხო, ნახეთ. კიდევ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს აწარმოებს ეს ადამიანი, გარეგნულად ნახეთ, მეგობრებო, ახლა გაჩვენებთ. შეხედეთ. აი ესეთია გარეგნულად თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ძალიან ხალისიანი, ძალიან ისეთი, ხედავთ ხო, როგორი სახე აქვს, ხო, მაგრამ აი შიგნიდან ესეთია დამსხრეული. დანაკუწებული, განადგურებული და ამ ყველაფერს არ აჩვენებს არავის. ხო. ძალიან დიდი ტკივილი აქვს შინაგანად, უბრალოდ ამას სხვა ვერ ამჩნევს. კარგად თამაშობს, რო იტყვიან, ანუ მალავს ამ ყველაფერს. კიდევ როგორ ენერგიებშია რა ხდება მასთან ახლა? მოდი. კარტები მიცვივა, მეგობრებო. რა ხდება მასთან ახლა? კრუგავოი პროცეს, პერევაპლაშენიე, გარდასახვა, რაღაც წრის დასასრული, რაღაც ერთი წრის შეკვრა, რაღაც ისეთი, მეგობრებო, რაც ერთი პერიოდი დამთავრდა? ხო, მეგობრებო. რაღაც დამთავრდა, დასრულდა, წრე შეიკრა. და აი კი, აი ამ ადამიანს აქვს ეხლა ღმერთო სიტყვა და მავიწყდა. დედა მეგობრებო, სიტყვა ამომივარდა თავიდან. ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი ძალიან დიდ ტრანსფორმაციაშია. მისი ცხოვრებიდან მიდის ყველაფერი ის, რაც აღარ მოქმედებს უკვე და აღარ მუშაობს თავისთვის. ამიტომ ეს ადამიანი რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდეა მისული, ნახეთ თქვენსავით. ეს ადამიანი რაღაცის შეცვლას ფიქრობს თავისი ცხოვრების სულიერად, მორალურად, აი ფიზიკურად. ამ ადამიანს არ ვიცი რა აქვს შესაძლებელი, მთელი მისი ცხოვრება იცვლება, მეგობრებო. მისი მთელი ცხოვრება იცვლება. თვითონაც იცვლება, თქვენც ვერ იცნობთ ამ ადამიანს. თქვენც ვერ იცნობთ ამ ადამიანს, მეგობრებო. გაწმუნებთ ვერ იცნობთ. ხო, კიდევ იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაშია დისკომფორტი აქვს და ამიტომ ამ დისკომფორტიდან გამოდის რაღაც წრე შეიკრა, დასრულდა რაღაც ერთი და უნდა გაიღოს მეორე კარები. ამიტომ ეს პროცესი აქვს ახლა, მეგობრებო. ფიცი, მტკიცი მიღებულია. მისი ცხოვრებიდან ძალიან ბევრი რაღაცები და ვიღაცები მიდიან. მეგობრებო. სიკვდილის არკანი. სიკვდილი. სიკვდილი მას ჩამოხჩება. იცით ხო ეს მულტფილმი გიჟდები. მეგობრებო. გადავთ? სამართლიანობა. სამართალმა პური უნდა ჭამოსო. всё, მისი ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, იმიტომ რომ არ ვიცი რა დამსახურება აქვს ამ ადამიანს ესეთი ჩადენილი ერთ დროს, რომ სამყარო ესე უცვლის თავის ცხოვრებას უკეთესობისკენ. ალბათ აქვს რაღაცა. აი მეგობრებო, უყურეთ. ზოგადად შეიძლება ადამიანი იყოს ისეთი, რომ არაფერი არ ქონდეს გაკეთებული ცხოვრებაში, ისეთი ვთქვათ, რაღაცა მსგავსი, მაგრამ
თუ რაღაც პლუსი კონდეს ადამიანს ისეთი ჩადენილი ცხოვრებაში, რომ სამყარო მას ძალიან დიდ შანსს აძლევს. ალბათ ასეთია ეს პარტნიორი. დღეს ესეთი პარტნიორია მოსული, სხვა არ ვიცი მეგობრებო. ხო, არ ვიცი რა სიკეთე აქვს თუნდაც ერთი ამ ადამიანს ისეთი ჩადენილი, რომ სამყარო ამ ხელა სამართლიანობისკენ უცვლის ცხოვრებას. მე გაოცებული ვარ უბრალოდ. ხო. სამართლიანობა რა ქვია მას ღმერთო მეგობრებო მავიწყდება სახელი. ხო, ხვდებით, ხო, სამართლიანობა, ტრანსფორმაცია, პროგრესი, мотиваცია, ფიცის დადება, არ ვიცი მეგობრებო, არ ვიცი. ესეთი რა აქვს გაკეთებული ამ ადამიანს, მაგრამ ესე მიდის, ესე იცვლება მისი ცხოვრება. კი. კიდევ მისი ენერგიები. მეგობრებო, ყველაფერი წარსულში რჩება. ნახეთ? ყველაფერი რჩება წარსულში. სასწაული თუ გინდოდეს. კიდევ მოგონებებში. ყველაფერი რჩება წარსულში. ის ტკივილები, ის ყველაფერი, რაც აქვს ეხლა ამ ადამიანს. ხო, აი ნახეთ და ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება. მე აღარ გავაგრძელებ ამ კარტით. ეხლა მისი აღწერა უკვე დამთავრებულია. ეს ყველაფერი მანაც არ იცის. და ეს ყველაფერი კიდევ რასაც თვითონ გეგმავს თუ ფიქრობს თუ ზოგადად არც არავის არ ეუბნება არაფერს ეს ადამიანი და მე მეუბნება რომ მეტის ცოდნა არაა საჭირო, უბრალოდ ქვემოდან გაჩვენებთ ამ კარტს, რომ ამ ადამიანს აქვს სურვილი ესეთი ურთიერთობის და ცხოვრების, ამიტომ არაფერს არ გეტყვით სხვას, ამჯერად დაკმაყოფილდით იმაზე, აი რაც გაჩვენეთ ეხლა. მეგობრებო, მიხვდით ხო, რასაც გულისხმობ, ამიტომ დღეისთვის საკმარისიაო, ასე თქვა. ხო. მოკლედ, მეგობრებო, ესეთ იყო თქვენი პარტნიორის დახასიათება და საწავიღე ის კარტი, ეხლა მინდა დავტოვო ზემოდან, აი ეს კარტი მინდა დავტოვო ზემოდან და ამ კარტზე მინდა გავაკეთო საჯარო ლაივი დღეს. იმედია მოგეწონებათ თემა სამართლიანობა. მოდი ვკითხოთ ეხლა ჩვენს ტაროს დასტას. როგორია მისთვის სამართლიანი ურთიერთობა, რომელ სამართლიანობაზე გვესაუბრება თქვენი პარტნიორი, რადგან ამოვიდა ეს მის დახასიათებაში, ძალიან მაინტერესებს, რადგან იქ არ გვითხრა არაფერი, აქ მინდა ვკითხოთ ტაროს დასტაზე, მეგობრებო. ასე რომ დღევანდელი ჩვენი ლაივი იქნება სამართლიანობა, იმედი. თქვენი პარტნიორის. ხო, ეხლა როგორღაც ჩავიწერ მეგობრებო სათაურს და მერე დავალაგებ აზრს. სამართლიანობა, რწმენა და ნდობა. ასე აწერია ამ დასტას, ამ ლამას ფოტოს, ამიტომ დღევანდელი ჩვენი ლაივი იქნება ამ ყველაფერზე. ასე რომ დავიწყოთ. დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო. კარტს გადავურებ აი ასე, იმიტომ რომ რაღაცის თქმა ძალიან ცდილობს და თითქმის კარტები მივარდება. როგორია მისი სამართლიანობა, მოდი ვკითხოთ ეხლა, რადგან სამართლიანობაზე საუბრობს, მოდი ეხლა შევეკითხოთ. როგორია მისი სამართლიანობა, მეგობრებო? მისი ქმედებები, მისი რწმენა. დავიწყოთ მოვარებ სანთელზე. აჰა. როგორია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის სამართლიანობა? ეს ადამიანი ეხლა არის მოტყუებული, თუმცა ძალიან პასუხისმგებლობით უკვე ეკიდება ამ ყველაფერს. კიდევ ამბობს, რომ უკან არ დაიხევს, კიდევ რაო, მისი სამართლიანობა.
თუმცა ეხლა გააქვთ ურთიერთობაში გეგმების აცრუება და იმედის აცრუება, იყო ძალიან ბევრი манипуляციები მისგან და შეიძლება ახლაც არის, თუმცა სულელურად იქცევა თქვენთან დაკავშირებით. კი, ამ ადამიანმა მოგატყუათ. ხო. პირველი კარტი მთვარეა და მეორეც კიდევ აქ არის ეს არის მოტყუების კარტი. აი მეგობრებო, ესე გაჩვენებ. კიდევ რაო? ხო. მისი სამართლიანობა. ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ. ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება, ძალიან ღელავს, ძალიან ნერვიულობს, ყოყმანობს, დანაკარგს ძალიან განიცდის. კი, ამბობს რომ თითქოს ცალმხრივი სიყვარული იყო, ეხლა თქვენ გიყვარდათ უფრო თუ იმას მე არ ვიცი, მაგრამ ეხლა ამბობს ამას რომ იყო სამკუთხედი, იყო თუ არის სამკუთხედი, თუმცა ამ სამკუთხედებიდან გამოსვლა უნდა ამ ადამიანს. ეს არის კვერთხების პაჟი, ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ, ან ამ ადამიანიდან გაიგებთ ამბავს, ან ამ ადამიანზე გაიგებთ ამბავს, მეგობრებო, რაღაც მნიშვნელოვან ამბავს. კიდევ. შეიძლება ეს თქვენი პარტნიორი იყოს ასაკოვანი, მაგრამ ბავშვებით საქციელები, კი. კიდევ. მისი სამართლიანობა. სიახლეების დაწყება. ელოდეთ ამ ადამიანიდან ან ამ ადამიანზე, ნახეთ ქვემოდან მეგობრებო, სიყვარულს, ერთგულებას, ფიცს, იქ ფიცის კარტი იყო კიდევ იმ შემოდგომის დასტაში, ფიცის კარტი იყო, სავარაუდოდ არ გამოვრიცხავ რომ ეს ადამიანი თქვენთან მოვიდეს ფიცებით, მტკიცებით, მთელი სამართლიანობით, იქ სამართლიანობის კარტიც იყო და იმასაც იუწყება რომ სამართლიანად უნდა მოვიდეს თქვენთან. კი ბატონო, ძალიანაც კარგი, აი ეს არის მისი სამართლიანობა. ნდობა. მოდი ახლა ვკითხოთ. რამდენად სანდოა ეს ადამიანი? რამდენად სანდოა თქვენთვის? რამდენად უნდა ენდოთ? აქამდე რა იყო არ ვიცი, მაგრამ მეგობრებო, ეს ადამიანი ძალიან თბილი და ყურადღებიანი დაბრუნდება. მე ახლა ამ წუთას ვერ გეტყვით თქვენ ეს ნახოთ რასაც გვაჩვენებს კარტი. ამ 4 დასტაში რასაც ვხედავ ახლა მე არის ის რომ ძალიან თბილი და ყურადღებიანი დაბრუნდება. ისეთი დაბრუნდება, რომელზეც ოცნებობდით თუნდაც ბავშვობაში, ხო? მაგრამ ეს ადამიანი ჯერ კიდევ მოიკოჭლებს გადაწყვეტილებაში. საქმეც ესაა, რამდენხანს გაგრძელდება მისი მოუსვლელობა, არ ვიცი. რამდენად სანდოა? ხო, არასრული პარტნიორობა გაქვთ ეხლა. რამდენად სანდოა და ეს აი ხო გეუბნებით მეგობრებო, აქაც ეს კარტი ამოვიდა ის რომ ძალიან ევედრება უფალს თქვენთან დაბრუნებას, ნახეთ როგორ ლოცულობს, იქნებ მართლაც ლოცულობდეს, ტაძარში დადიოდეს, უფალს ევედრებოდეს, მოკლედ გეუბნებით, ელოდეთ მისგან მსგავს საქციელს. თუმცა გაურკვეველია მისთვისაც და თქვენთვისაც, ეხლა ეს მე რასაც ეხლა აქ უყვები, თქვენ შეიძლება ზღაპარი გონიათ მეგობრებო. კი? ქალბატონების შემთხვევაში ვსაუბრობ ამ ყველაფერს. ხო. და მამაკაცებო, თქვენი ქალბატონი ელოდება თქვენგან აი ამ ყველაფერს. მოდი ასე ვიტყოდი პირდაპირ. თქვენგან ელოდება მამაკაცებო თქვენი ქალბატონი ამ ყველაფერს, მობოდიშებას, დათბობას, დატკბობას, შეთავაზებებს, ცოლობას, ერთგულებას, ფიცს, მტკიცს და მთელი რიგითი შესაძლებლობები მოკლედ. манипуляციების გარეშე ამბობს ასე. სასწაულით უგინდოდეს. კარგით. მოდით ახლა გავაგრძელოთ. თუმცა გაუგებარია თქვენთვისაც და მისთვისაც. ჩემთვისაც გაუგებარია მაგალითად ახლა მეგობრებო თქვენი პარტნიორის ეს ყველაფერი საქციელი. ესე იგი, რამდენად სანდოა გავიგეთ. მოდი კიდევ ვკითხოთ. არის თუ არის სანდო ეს ადამიანი? დედა მეგობრებო. აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. თუმცა თქვენ ძალიან ისეთი ფუქსავატი ადამიანები ხართ უკვე გამხდარი. აი წინ დაუხედაობა თქვენგან უკვე გამორიცხულია. თქვენ ამ ყველაფერს აწონით, დაწონით, გადაწონით, გადაახარისხებთ, გადმოახარისხებთ, ძალიან ბევრს იფიქრებთ. ზოგადად მე იმასაც იფიქრებთ, მინდა? რაში მინდა? უკვე აღარ მინდა. ამას იტყვით.
იყოფმანებთ მეგობრებო. ჯერ ერთი უცებადაც პასუხს არ გაცემს და მერე მეორე იმდენს იყოფმანებთ, იმდენს, რომ მე აღარ ვიცი უკვე. ხო. კიდევ მეგობრებო, რამდენად სანდოა? ხო, თქვენ იფიქრებთ, რომ აი კიდევ არ აცდეთ გზას, კიდევ რაღაც გაუგებრობა არ მოგივიდეთ, კიდევ რაღაც შეცდომებში არ ამოყოთ თავი, ამბობთ, რომ არის მანიპულატორი ადამიანი, რომელიც ყოველთვის კი მანიპულატორი არის, ნამდვილად არის. ეჭვიანობას აქვს აქ ადგილი ძალიან, თქვენი ადამიანი ძალიან ნერვიულობს ამ ყველაფერს, ძალიან ეჭვიანობს თქვენზე, ძალიან გაუგებრობაშია ზოგადად მიიღებთ, არ მიიღებთ, რომ მოვიდეს თუ მიიღებთ, ხო არ ყავთ ვინმე, ან უკან ხო არ გააძუნძულებთ, ძალიან დიდი თავმოყარეობა და ეგოისტობა აქვს ამ ადამიანს, ეხა იმპერატორი ბოდიში თქვენთან, აბა სხვას მე არაფერს ველი. თავის მაიმუნვეს ქანდაკებას მივაყენებ ასე მეგობრებო? ხო და ისა რა ქვია. ისი თქმა მინდოდა. ხო, ამ ყველაფერს ძალიან ნერვიულობს. ან სამაგეროს ხო არ გადაუხდით, თუ მიიღებთ და სამაგეროს ხო არ გადაუხდით, ამას ნერვიულობს? ხო. კიდევ რაო? არის თუ არა სანდოა? უარის თქმა, ვის მოუწევს უარის თქმა? ხო, განმეორებითი შეცდომები, ანუ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა ეცადოს მეგობრებო, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეოროს, თორემ ხო, ჯერ ეს ერთი თქვენ უკვე ბევრს აღარც გინდათ და ეს მას ძალიან აეჭვებს, თუმცა ხო, აი ძალიან ნერვიულობს. სამხრივ გრძნობებზე საუბრობს ეხლა უკვე და იმდენად არეული აქვს ტვინი, აზრებს ვერ ალაგებს თქვენი პარტნიორი. კარგი ბატონო. მოდი ახლა მე მინდა ვკითხო. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა, ანუ თქვენი პარტნიორის ერთგულება, თქვენი პარტნიორის მიღება ღირს, სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობის მომავალი. რამდენად ამ ადამიანიდან ელოდეთ შეტყობინებას, ამ ადამიანიდან ელოდეთ გულწრფელობას, თავდაბლობას, ძალიან მიგვირს. ეს ადამიანი აუცილებლად შეიტანს წვლილს თქვენს ცხოვრებაში, ელოდეთ ოღონდ მართლა ორივე კარტი არის მაგის. რომ ბედის ბორბალი, ბედის ცდა, ეს ადამიანი კიდევ ეცდება თქვენთან ბედს, რადგან თქვენზე ძალიან დამოკიდებულია და ძალიან თქვენს გარეშე ეს ადამიანი არა მგონია მეგობრებო, რომ დიდხანს გაძლოს, მოკლედ არ ვიცი, სასწაულ დღეშია უბრალოდ მართლა. ერთი წუთით ყელი გამიშრა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ მისგან დახმარებას, ურთიერთობაზე მუშაობას, ბედს ეცდება აუცილებლად ქალბატონების შემთხვევაში. ხო, მამაკაცების შემთხვევაში თქვენ გელოდებათ, მამაკაცებო, თქვენი ქალბატონი, ასე რომ თუ სურვილი გაქვთ, ხო და თუ თქვენ უკვე არ დაიღალეთ, ჯერ კიდევ არ დაიღალეთ მისგან. მორიელზე მაქვს საუბარი, მაგალითად, მორიელს გულისხმობ და მორიელის ნაირებს, მეგობრებო, ბიჭებო. ხო, აი ამას ფიქრობს თქვენი ქალბატონი. კიდევ. ხო, ეს ადამიანი ამბობს, რომ ის გზა, რომელიც უთქვენოდ მიმდინარეობს მის ცხოვრებაში, ძალიან რთულია. ზოგადად რთულად ეძლევა ამ ადამიანს ყველაფერი. აქამდე თუ ადვილი იყო მისთვის თქვენთვის ფანტაზიების და ილუზიებში მყოფება, ეხლა ამ ადამიანისთვის რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ აღარ გჯერათ მისი, ამიტომ სხვანაირი გამოსავალი ამ ადამიანს არ აქვს. დაკარგული აქვს ოჯახი, დაკარგული აქვს ურთიერთობა და მთელი აზრთა რიგითი ჭიდილი აქვს ამ ადამიანს. კარგით, ეხლა მინდა ვკითხო კიდევ. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. კიდევ მინდა ვკითხო, იმიტომ რომ ეს ოჯახის კარტი გაუგებრად დაჯდა იქ, სადაც არის. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? თქვენი ურთიერთობის მომავალი სამყაროს თვალით. მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. დავაი აქიდან იარო რომ მეუბნებით. ნატრი ვისიოლი ბუკვიზეო. კიდევ.
ადამიანმა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა თქვენთან. აი ესა ეს ადამიანი. კიდევ, ეხლა გვიანია ვამბობთ. ხო, ადამიანი, რომელმაც აი ამ სიტუაციაში შეგიყვანათ თქვენ, რამდენხანს იყავით ესე, ეხლა თვითონა ესე. იცით რა მეგობრებო, არასოდეს არ იფიქროთ, რომ ვინმე სხვაზე არის თქვენი ბედი დამოკიდებული, ანუ სხვა რას გადაწყვიტავს, ისე წავას არა მეგობრებო. როგორც თქვენ გადაწყვიტავთ, ისე იქ თქვენ თუ მიიღებთ ამ ადამიანს, იქნება თქვენთან. თქვენ თუ არ მიიღებთ ამ ადამიანს, არ იქნება თქვენთან, იმიტომ რომ თქვენი გადასაწყვეტი ამას ვერავინ ვერც დაგაძალებთ, ვერც მოგიშლით. ხო, მას შეიძლება კი უნდოდა რომ მართველი ყოფილიყო თვითონ, მაგრამ აბა თურმე. მეგობრებო, ხო გეუბნებთ, გინდათ ამ კოშკს ჩამოაქცევთ თავზე და გინდაც გააგრძელებთ ურთიერთობას. თქვენი გადასაწყვეტია, რაც ვთქვი, აბატონო. ხო. ამ წუთას ჩამომხობილი აქვს თავზე ყველაფერი და შიგნითაა მოყოლილი. ხო. აი ასე, კიდევ. აი ამის უფლებას გაძლევთ სამყარო რომ თქვენზეა დამოკიდებული, გინდათ დაბრუნდება, არ გინდათ არ დაბრუნდება. თქვენ მოგანდოთ ეს გადაწყვეტილება სამყარომ. როგორც თქვენ იტყვით, ისე იქნება. იმიტომ რომ თქვენ ამის უფლება გაქვთ. ხო, ბატონო. მეგობრებო. თუ გინდათ დაბრუნება, დაიბრუნებთ. ხო, ბევრი დაიბრუნებს თავისი ენერგიების და სურვილების ასასრულებლად და მერე პანჩური. ეს პანჩურის კარტია. აგერ დაარტყა და ეგერ გაფრინდა. ხო, აგერ დააპანჩურა და ეგერ ამოყო თავი. 900 იქით. ხო, ხედავთ მეგობრებო? ხო, ადამიანი, რომელსაც გაორება ქონდა თავის დროზე. აქ ხართ თქვენ და აგერა თვითონ, აქედან დაარტყამთ, დააპანჩურებთ და ამოაყოფიებთ თავს ეგერ. ზუსტად. ბევრი დაიბრუნებს, ხო, აი ხო გეუბნებით ენერგიის დასაბრუნებლად. მეგობრებო, ნახეთ როგორ ელოდებით ამ ყველაფერს. მისი ჭირიმე თქვა, ძალიან ელოდებით ამ მომენტს. რომ თქვენი ენერგია დაიბრუნოთ, თქვენი სიყვარული რაც წაგართვათ ის დაგიბრუნოთ. ეხლა პირიქით უნდა იყოს, ანუ თქვენ აღარ გიყვართ და იმას უნდა უყვარდეთ, იმან უნდა გდიოთ, იმან უნდა გეფეროთ, გეხვეწოთ, გემუდაროთ, გიჩოქოთ. ხო, მეგობრებო, ფეხ და ფეხ უნდა პატკაბლუჩნიკი რო იტყვიან რუსების, ზუსტად კარგი სიტყვა, აი ესეთი უნდა იყოს. ამ ყველაფერს რო დაიბრუნებთ და თავაწეული რო იქნებით აზა ცხვირაწეული, მერე დააპანჩურებთ. ამის ეშინია მას. აი ზუსტად ამის ეშინია მას. აი ამას ელოდებით თქვენ. ძალიანაც კარგი. ეხლა ხართ გონზე მოსულები. ზუსტადაც. არა ბიჭოს. ჩემი ჭკვიანი გუნდის წევრები ხართ თქვენ. ხო, მეგობრებო, კი. აბა, კიდევ ეხლა მინდა ვკითხო. მეგობრებო. ზოგადად. კაი, მაგია, მაგრამ აი რატომ უნდა თქვენს პარტნიორს დაბრუნება თქვენთან, თუნდაც მეგობრობა, თუნდაც სიყვარული, თუნდაც არ ვიცი რა, რატომ უნდა, აი რა მიზნები აქვს თქვენთან? ხო, სიახლეების დაწყება. რა მიზნები აქვს თქვენთან? დანაკარგის დაბრუნება, ბოდიში. რა მიზნები აქვს თქვენთან? ბალანსის დაბრუნება უნდა თქვენით. თქვენ ხართ მისი მეგობრებო, გამორიცხულია. მერე ურთიერთობის გაწყვეტა. გამორიცხულია მეგობრებო. ახალის დაწყება, დანაკარგის დაბრუნება, ბალანსი და მერე ისევ მოულოდნელი გაქრობა. ღადაობთ? მეგობრებო, ხედავთ რა უნდა თქვენს პარტნიორს. ხედავთ ხო? აგერაა კარტები. თქვენს წინ ალაგია მეგობრებო. ხო. საცოდავი მისი დღე. მოხარშული წაბლი არ შემწვარი წაბლი არ გინდა? ბები მისისა მეგობრებო. ამ ადამიანს ურთიერთობა არავისთან არ აქვს, მინდა გითხრათ. იქნებ ფიქრობს ვინმესთან ყოფნას, მაგრამ არ გამოსდის, არა აქვს. ეს არის ურთიერთობა, შეიძლება იყოს ვინმესთან ერთად, მაგრამ ურთიერთობა არ აქვს. ანუ იმპოტენციის კარტია, მეგობრებო, გარწმუნებთ რომ იქ არაფერი არ ხდება, საეჭვიანოდ არ გაქვთ საქმე, თუმცა ამ ადამიანზე ეჭვიანობაც არ ღირს.
ფიქრობს, გამოსავალს ეძებს, როგორ მოგიახლოვდეთ უბრალოდ და მოულოდნელად როგორ მოგიახლოვდეთ ამ სტაგნაციიდან როგორ გამოვიდეს, ამ ბალოტიდან როგორ გამოვიდეს, როგორ გამოყოს ის ცხვირი იმ ბალოტიდან, რაშიც იხჩობა. ხო, ბრძოლით მოვა, მეგობრებო, იცოდეთ. ეს ადამიანი მოვა ბრძოლით. რაღაც ჭიდილით მოვა, რაღაც გაუგებრობით მოვა, უკმაყოფილებით მოვა დაგპირდებათ ოჯახს 100-ო ასრულება შეიძლება 100-დან იწყება რომელიმე თქვენგანი პარტნიორის სახელით კი ბატონო ამ ადამიანმა ძალიან ბევრი აწონ-დაწონა მინდა გითხრათ და გადაწყვეტილების მიღება უნდა თქვენსკენ მაგრამ საქმე რაშია იცით მეგობრებო не бывает поздно уже не надо აი ეს მომენტია ვინც რუსული იცით მიხვდებით ახლა მე რაც ვთქვი поздно не бывает бывает уже не надо აი ესაა ზუსტად ხა მისთვის აუხდენელი ოცნება ხართ თქვენ აი ეს ხართ თქვენ ეს თუ იყავით აქამდე ეს არის საოცნებო კარტი იმედის და რწმენის კარტი ეს დაკარგული აქვს იმედი და რწმენა და ოცნება ხართ თქვენ მისი აუხდენელი ასე რომ ჩაეფსა ისტორიებში სამართალი პურჭამს ყოველთვის მეგობრებო ხო იცით ხო და უფალს მიანდეთ ყველაფერი ხო აბა ნახოთ ეხლა რა შევეკითხოთ მეგობრებო კარტს სამართლიანობა და აბატონო სამართლიანობა აი სამართლიანობა იზეიმებს სამართლიანობა თქვენსკენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ მისი სამართლიანობა წევიდა შეიარა მატარებელმა ამიტომ ეხლა თქვენი დროა ეხლა არის თქვენი დრო მეგობრებო კარგით მოდი ეხლა ვკითხოთ კიდევ რა ვკითხოთ უთქვენოთ მისი ცხოვრება როგორი იქნება ძალიან მაინტერესებს იმედია თქვენს გაინტერესებთ და ვკითხოთ ახლა აი ამ ადამიანის გარეშე ამ იმპერატორი ეგოისტი იმპერატორის ცხოვრება თქვენს გარეშე როგორი იქნება უთქვენოთ მისი ცხოვრება როგორი იქნება უთქვენოთ მისი ცხოვრება თქვენს გარეშე მეგობრებო ნახეთ ქვემოდან მე საკუთრებობის კარტი თქვენ არ გეგონოთ რომ ეს ადამიანი დაგთმობთ ეს ერთი თვითონ ამბობს რომ უშენოდ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო ასე ამბობს რამდენს გეუბნებათ ამას მე არ ვიცი მაგრამ თვითონ ამბობს ხო აქ ასე ამბობს თვითონ უთქვენოთ უშენოდ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია და არც წარმოვიდგენ მინდა მოსვლა და შემოთავაზება მოვალ შემოთავაზებებით მოვალ დახმარებებით მოვალ საჩუქრებით მოვალ იმიტომ რომ მე შენ არ დაგთმობ იმიტომ რომ ამას გეტყვით მეგობრებო კი ნუ ბევრი გაიგონებთ მისგან ამ სიტყვებს ბევრი დაინახავთ მისგან ამ საქციელებს და მოკლედ იგრძნობთ ერთი სიტყვით ხო ამბობს კიდევ იმას რომ 24/7-ზე მე შენ გაკონტროლებ ინტერნეტ სოციქსელებში და მე შენ არ დაგთმობ შენ ხარ ჩემი სტაბილურობა მე შენთან ჩავდებ ინვესტიციებს მე შენთან ჩავდებ ფინანსებს ენერგიას და ხო ანუ ეს ადამიანი ფიქრობს კი ნახა სამყაროს კარტი ეს ადამიანი ფიქრობს კი სამყარო არ ვიცი თუ მიცემს ამ შანსს სამყარო ხო თავში ითქვა რომ ამ ადამიანს აქ რაღაც ისეთი ჩადენილი ხო რომ სამყარო თუ მიცემს ამ შანსს უბრალოდ ეს ადამიანი ფარული მოტივით უკვე ვეღარ მოვა თქვენთან აქამდე თუ ფარული იყო არჩევანის გაკეთების წინაშე დგას ეს ადამიანი თქვენზე ძალიან მიჯაჭვულია და 24/7-ზე გაკონტროლებთ მეთქენ მეგობრებო გეუბნებით აი მიჯაჭვლობის კარტი ეს არის არაჯანსაღი სიტუაცია აქვს ამ საცოდავს და სამართლიანობის კარზე ჯდება ეს ყველაფერი ხედავთ ხო ხედავთ მეგობრებო ხო აი ნახეთ სამართლიანობა 24/7-ზე რო გაკონტროლებთ და აგერ მიჯაჭვლობის კარტი ეშმაკური მოჯაჭვლობა თქვენ ხართ მისი ტრანსფორმატორი მე თუ მკითხავთ ხო მოკლედ მეგობრებო ძალიან გულგატეხილია ძალიან სირცხვილნაჭამია იმიტომ რომ დაგტოვათ მეგობრებო აი როგორი ადამიანები დაგტოვათ ნახე
იმპერატორი ადამიანები დაგტოვათ. წყვილში ხართ ისე მინდა გითხრათ, მეგობრებო. მის მეწყვილად ხედავთ ეს ადამიანი, ხედავთ იმას? ამას ხედავთ, მეგობრებო? ამას ხედავთ? აი როგორ ხართ? წყვილში. თვითონ ხედავთ წყვილში. ეხლა თქვენ იქნებით თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თვითონ ხედავთ, წარმოგიდგენთ წყვილში. თქვენ ხართ მისი მეწყვილე, სხვა არა. მეგობრებო, სამართლიანობის კარტი. სამყაროს კარტი უფრო სწორად. სრულყოფილების კარტი. თქვენ ხართ მისი სრულყოფილება, ამბობთ თვითონ. თქვენ ხართ მისი სრულყოფილება. თუმცა ძალიან ბევრი ტყუილები იყო თქვენ შორის. შეიძლება ეხლაც არის, მაგრამ ხო, მეგობრებო, იყო, მაგრამ თქვენ ხართ მისი ბედნიერება. რამდენიც არ უნდა მოგატყუოთ ამ ადამიანმა. უყურეთ, ეხლა რას გატყუებთ ეს ადამიანი, მეგობრებო, მეგეტყვით, აქ მაგიებიც არის. ეს თქვენი ურთიერთობა არის პაუზა, მეგობრებო, და ეხლა ეს კარტი მინდა გავშიფრო. პაუზაა თქვენი ურთიერთობა, იცოდეთ. ხო. ყოველ შემთხვევაში ამ წუთას პაუზაა. და ეხლა როგორ გააგრძელებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ეხლა მინდა ეს კარტი გავშიფრო. ამ ადამიანმა თუნდაც რამდენი მოგატყუათ, ან თუნდაც ახლაც გატყუებდეთ, ხო? მაინც უყარხართ, მაინც თქვენთან ბედნიერია, მაინც თქვენთან ერთად ძალიან ბედნიერება ამ ადამიანს. თქვენ ხართ მზე, თქვენ ხართ სიყვარული, თქვენ ხართ ერთგულება, თქვენ ხართ პატივისცემა, თქვენ ხართ ოჯახი, ქორწინება, ჯვრის წერა, ყველაფერი ხართ მისთვის. ხო, უყურეთ ახლა მეგობრებო. თუნდაც ახლაც გატყუებდეთ ეს ადამიანი, მაინც ბედნიერია და გატყუებთ რას? რომ არ მიყვარხაროთ, უგეუბნებათ. ესეც ტყუილია მეგობრებო. ამასაც გატყუებთ. ან თუ ხედავთ, რომ ეს ადამიანის სიყვარული საპირისპიროთ იქცევა, ხო? და უეჭველი იქცევა, მე ვხედავ, რომ იქცევა, აქამდე ასე იყო. სიყვარულის და საპირისპიროთ იქცევა, იცოდეთ, რომ უყვარხართ. იმას თუ გიმტკიცებთ ეს ადამიანი, რომ თითქოს მე აღარ მიყვარხარ და შენ არ მედარდებიო, ეს არ დაიჯეროთ. ამის თქმა მინდა. იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ბედნიერება. ნახეთ უბრალოდ. შეიძლებოდა ეს კარტი ამობრუნებული ამოსულიყო. ხო. კიდევ ძალიან ცუდათა უთქვენოთ. თქვენ ხართ მისი სტაბილურობა, თქვენ ხართ საყვარელი ადამიანი, თქვენ ხართ თბილი, აი თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი, უმნიშვნელოვანესი. ძალიან ისეთად გახასიათებთ, არ ვიცი, უძილობა აქვს მეგობრებო, თქვენზე ფიქრით აქვს უძილობა. თქვენ ხართ მისი სტაბილურობა, აი ნუ რა გავაკეთო? აი ნახეთ ახლა სადაა ის კარტი? ააგე რა. მეგობრებო. აქაც წყვილში ხართ. ეს ადამიანი თუ ფინანსებზეა გადართული, ეხლა თქვენც ასევე ხართ ფინანსებზე და თქვენი სტაბილურობა გააქვთ, მასაც და თქვენც. მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ ეხლა ამ კარტს. კარგად დააკვირდით. როგორ ჩაჯდა, ხედავთ? აი ხაზები, როგორ ჩაჯდა ნახეთ. აი მეგობრებო. ხო ხედავთ? რასაც ვამბობ, ხო? ამ ადამიანს ის რა სიმდიდრეც აქვს, სიამოვნებას არ ანიჭებს. ბედნიერი არ არის იმით, თუნდაც მართლაც ძალიან ფულში ცურავდეს, ეს ბედნიერებას არ ანიჭებს. ბევრის პარტნიორი მართლაც ფინანსურად კარგად დგანა ფეხზე. კი ბატონო, მაგრამ მას ეს ბედნიერებას არ ანიჭებს. ძალიანაც კარგი რომ არ ანიჭებს. ხო, ამბობს რომ ტყუილად გადაყრილი ფული, ტყუილად დაკარგული დრო, ენერგია, იქ სადაც არის, ჩადო ყველაფერი არის ტყუილი მისთვის. დეპრესია აქვს, გაუბედურებულია, აღარც მზე აქვს, აღარც შუქი აქვს, აღარც სინათლე აქვს, აღარც ენერგია აქვს, არც სიყვარული აქვს, ჯანმრთელობა არ აქვს, არაფერი არ აქვს, მეგობრებო. ასოზე აქვს ყველაფერი. ხო. ძალიან ბევრს ბრძოლობს თავის გადარჩენისთვის, რო იტყვიან. ძალიან ბევრს ბრძოლობს იმისთვის, რაც არ უსრულდება და არა აქვს. ბრძოლობს, ოღონდ არა აქვს. არ უხარია. ხო, ეს ადამიანი გადაწყვეტილებას ყოველთვის დებს, როგორც ასეთი, შეიძლება ბევრი შემთხვევაში იყოს უცხოელი ადამიანი, ან უცხოეთთან დაკავშირებული რაღაც მანძილი, რომელიმე შეიძლება იყოს უცხოეთში, ან რომელიმე პარტნიორი შეიძლება იყოს უცხოელი და კიდევ არის ერთი, გაუცხოება გაქვთ უკვე ერთმანეთში, მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. უცხოეთთან დაკავშირებულ სიტყვას თქვენ სიტუაციასთან მოერგეთ. ამ ადამიანმა ძალიან ბევრჯერ გადადო და ეხლაც გადადებს.
გადაწყვეტილების გადადება. კიდევ ცოტა ხანი დააგვიანდება ამ ადამიანს. მე ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ გადაწყვეტილების გადადება. კიდევ რამდენხანს დააგვიანებს მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენთან მოსვლას ფიქრობს. თუმცა მოსვლის კარტი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ძალიან ბედნიერია და ბედნიერება თქვენთან და ამბობს რომ წყალში ხართ მეგობრებო. აი უბრალოდ შეხედეთ. შესაძლებელი იყო რომ ეს კარტები რომელიმე ესეც უკუღმა ამოსულიყო და ესეც უკუღმა ამოსულიყო. ან კიდევ რომელიმე თქვენგანი უკუღმა ამოსულიყო, მაგრამ 4-ვე ამოვიდა აი ასე. სწორ მდგომარეობაში, ამიტომ ამ ადამიანს ელოდეთ, უბრალოდ როდის მე არ ვიცი, მაგრამ ელოდეთ. თუ არ დაიღლებით ამ ლოდინით, ხო გეუბნებით, ესეც თქვენი გადასაწყვეტია, დაელოდებით თუ არა, მეგობრებო. თქვენი გადასაწყვეტია, ახლა ლოდინი იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ დააждდეთ და ელოდოთ და არაფერი არ აკეთოთ. მე ვიცი, რომ თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით არ ელოდებით ამ ადამიანს. უბრალოდ სიტყვის მასალაა, რომ ელოდებით, რომ როდესღაც მაინც მოვა. მაგრამ თქვენი საქმიანობით ხართ დაკავებული ამ დღეს. კი ბატონო. არავის არ ელოდოთ მეგობრებო. იარეთ წინ, გაიხედეთ წინ. დატოვეთ ეს იქ სადაც არის და გააგრძელეთ გზა. ასე რომ სხვანაირად ვერ ვფიქრობ მე. მოკლედ. ეხლა გავარკვიოთ ასტრა ბარათებზე. მეგობრებო. ძალიან მინდა გადავხედო კომენტარებს. ჩემო ძვირფასებო, არ მაქვს კითხვაზე პასუხი, ზოგადად საჯარო ლაივი მაქვს. საუბრობთ ყველაფერზე, რაც ამოდის, ზოგადად, კი ბატონო, ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ დარჩით, ვისაც არ გაქვთ სურვილი და შეგიძლიათ ასროლოთ მეგობრებო. მოკლედ, გადავედით ასტრა ბარათებზე. აბა, ჩვენი სამართლიანი პარტნიორი მეგობრებო, რომელ სამართალზე გველაპარაკება, კი საინტერესო ასტრა ბარათები რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით. ნახოთ ახლა. აბა ვნახოთ ასტრა ბარათები რას გვეტყვის. ხო, ამ ადამიანს საკუთარ თავთან აქვს ახლა საუბარი. ხელებით ლაპარაკობს ასე თავისთვის. რატო კაცო სადავაშავეო, რატო დავაშავეო, რატომ ადანაშაულებთო? ერთი წუთით მეგობრებო, ვერიფიკაცია. სამწუხაროდ ვერ ჩავსვი. ძალიან მაღიზიანებს ეს ვერიფიკაცია, სიმართლე მინდა გითხრათ. ხო, საკუთარ თავთან ბრძოლები აქვს ამ ადამიანს, რომ კაცო რას მერჩიანო, რა დავაშავეო, რატო ჩემი არავის არაფერი არ მოსწონსო, რატო ყველა მე მამტყუნებსო თუ რაღაც მსგავსი მეგობრებო, ესე ხელებით გეჩხუბებათ. თქვათ, თუნდაც მანძილზე. ესე შორიდან გელაპარაკებათ მეგობრებო, ენერგეტიკულად ეს ადამიანი გეჩხუბებათ. უკმაყოფილო ადამიანი. ხო. შეიძლება იყოს ტოლერანტული ძალიან, ყველასთან გამონახოს საერთო ენა ამ ადამიანმა. თქვენ ამბობს რომ მე ყველასთან შემიძლია საუბარი გარდა შენისაო. აი შენ ვერ მოგიარეო, შენ ვერ შემოგიარეო, შენი გული ვერ მოვიგეო. აი თქვენით არის მხოლოდ უკმაყოფილო მეგობრებო, სასწაული თუ გინდოდეთ. ხო, თვითონ ფიქრობს ასე. აი, თვითონ ფიქრობს ასე. კიდევ რა მინდაო? ასტრა ბარათების ხო, აქ არის კიდევ სურვილი. ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს, თუნდაც მოლაპარაკების თქვენთან, რაღაც საერთო ენის გამონახვის. ხო, ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს და აი ხო გეუბნებით გუშინ იყო, ხო? ნებისმიერ ხერხს და ხრიკს ელოდეთ მისგან. ნებისმიერ საქციელს ელოდეთ მისგან. ყველაფერს ელოდეთ მისგან და ყველაფრისთვის მზად იყავით მისგან.
ABCD ვარიანტი, 1 2 3 4 10 ვარიანტი, 20 ვარიანტი, ფეხზე ხელზე გადახვალთ დათვლით ვერ მიხვდებით ვინა რა, რამდენს ფიქრობს ეს ადამიანიო იფიქრებს. ეს როგორ მოიფიქრეო? დათა თუ თაშხია რო ამბობს, ეს რამ მოგაფიქრა გუდუ. ხო, აი მეგობრებო. ამასაც იზამს. სპეციალურად ვიღაცასთან დაინახავთ ამ ადამიანს, ამასაც იზამს მეგობრებო. სპეციალურად ჩაკიდებს ხელს, ჩაეხუტება, აკოცებს, სურათს გადაიღებს, დადებს მეგობრებო, რომ თქვენ ემოციაზე გამოგიწიოთ. დედასპიცა ვარ მეგობრებო. ყველაფერს ელოდეთ მისგან, ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. სიყვარული მეიცადე? როგორ ამბობს რუსები? სიყვარულისთვის ყველა თამაში მოსულია, ყველანაირი თამაში მოსულია. ხო. ქნა უკვე, ხო. კი ბატონო, ამას იზამს, მეგობრებო, კი. კიდევ რას იზამს, რას მოიმოქმედებს. კიდევ რას მოიმოქმედებს, მეგობრებო და ხო გეუბნები, ახალ ეს ახალი აპლიკაცია. ახალს მოიფიქრებს, პირს დაგაბჩენიებთ, მეგობრებო. ყველა ჯერზე ახალი უბრალოდ გაოგნებულები დარჩებით რომ საიდან ფიქრობს ესეთებს როგორ ფიქრობს ან ამას როგორ მიკეთებს ან ამას როგორ აკეთებს აი როგორ გაოცებულები იქნებით მეგობრებო კიდე გააგზელეს კიდე მეგობრებო არ დაიღლება აი ხო გეუბნებით ადრე იყო ერთი ამას წინათ იყო რამდენიმე ხნის უკან ახალი არა სადაც თქვენი პარტნიორი იმდენს იზამს თქვენ ბოლოს ხელს ჩაიქნევთ მეთქი კარგად მახსოვს. აი ეს პიკი გაქვთ ახლა, მეგობრებო. ხო. ხო, ნახეთ, ამასაც გააკეთებს. რაღაც იგენს გააკეთებს მანტრებს, რაღაც იგენს გააკეთებს მოусმენს, თითქოს რაღაცას წაიკითხავს, თქვენს გამოწვევას გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებს, მეგობრებო. ყველაფერს გააკეთებს. არაფერი არ გამოუვა. არაფერი არ გამოუვა. აი თქვენ. აი ეს ხართ თქვენ. ესაა თვითონ. ეხლა როგორ ფიქრობთ მეგობრებო? აბა როგორ ფიქრობთ ეხლა? ნახეთ აგერ? აბა როგორ ფიქრობთ ეხლა? ხედავთ? ეს თვითონა? ეს თქვენ ხართ. კიდევ რაო? შორიდან გაკვირდებათ თქვენ. ამ პოზიციაში შორიდან გაკვირდებათ რომ ვერაფერი ვერ მოგერიათ, ვერაფერმა ვერ წაგაქციათ, ვერაფერმა ვერ დაგამხოთ, ვერ დაგაგმოთ, ვერ დაგწვათ, ვერ დაგფერფლათ, ვერანაირად ეს ადამიანი ვერ მოგერევათ მეგობრებო. არ შეგეშინდეთ. ვიცი რომ არ გეშინიათ ისედაც. მაგრამ თვითონ ამბობს რომ აი როგორ ვერ გაგტეხათ წელში ამ ადამიანმა. დედა გაოცებულია მეგობრებო. რას არ აკეთებს, აი ხო გეუბნებით, რას არ აკეთებს, რას არ გიკეთებთ, რას არ მოქმედებს. ხო მეგობრებო, მაინც ვერაფერი ვერ გტეხავთ წელში, ასე რომ ვერც გაგტეხავთ მეგობრებო. მე ვიცი რომ თქვენ ვერაფერი ვერ გაგტეხავთ. და აწი ვერც ვერაფერზე ვერ არ ინერვიულებთ. ესეც არის რომ თქვენ არაფერზე აღარ ინერვიულებთ. უკვე ამიტომ ამ ყველაფერს ტყუილად აკეთებს ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მაგრამ ნუ რა ქნას ახლა манипуляტორია, სხვანაირად არ შეუძლია. ცდაბედის მონახევრიაო, ხო იცით? უბრალოდ ენერგიას კარგავს და დროს კარგავს ისევ და ისევ. იმის მაგივრად რომ ეს სამართლიანად მოვიდეს ხო მეგობრებო აი იმის მაგივრად რომ ეს სამართლიანად მოვიდეს და თუნდაც მოვიდეს და დაინახოთ რომ ამ ადამიანს სინანულის გრძნობა გააჩნია ხო მეგობრებო და თქვენ ამაზეც თქვათ დათანხმდებით ამასაც არ აკეთებს ბოდიშის მოხდაც არაა საჭირო უბრალოდ მოვიდეს ადამიანის სინანულით და თქვენ რო შეხედავთ რომ და იგრძნობთ რომ ნამდვილად სინანულით მოსულია მიიღებთ მე ვიცი რომ მიიღებთ ამას არ აკეთებს იმნაირი ეგოისტია ამას როგორ იზამს იმპერატორი მისი აღმატებულება ჩვენ ბოდიში თუმცა წმენა აქვს რომ ესე იქნებით მაგრამ რანაირად წამს მე არ ვიცი მაგრამ მისგან ელოდეთ კი. მან იცის რომ თქვენ არაფერს არ გააკეთებს. ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც აკეთებს ამას. რომ გამოგიწვიოთ ემოციაზე მეგობრებო და თუ
თუ არ წამოეგებით კიდევ და კიდევ მის ასეთ ხრიკებს, იმედი მაქვს არ წამოეგებით მეგობრებო, მე მომბაძეთ. ხო? შედეგს ნახავთ მეგობრებო, ნუ არ ვიცი ხა როდის, მაგრამ მოვა შედეგიც. და შედეგით ისეთი კმაყოფილი იქნებით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო. გარწმუნებთ. უბრალოდ არ ვიცი როდის, მაგრამ კი, შედეგით იქნებით ძალიან გაოგნებული და ძალიან კმაყოფილი. ამიტომ არ გადადგათ ნაბიჯი მეგობრებო. ეს სიამოვნება არ მიანიჭოთ. არ მიანიჭოთ ეს სიამოვნება. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩემო ძვირფასებო. კიდევ ერთხელ და კიდევ სასიამოვნო დღე თქვენთან ერთად გატარებული. მე ყოველი დღე მიყვარს თქვენთან გატარებული. ამიტომ დღევანდელი დღეც ესეთი იყო ჩვენთვის. ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ, ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ. და წარმატებული დღე გქონოდეთ მეგობრებო. წარმატებული კვირა ყოფილიყოს. დღეს ორშაბათია და ბედნიერი კვირა ქონებოდეთ. მოკლედ რო იტყვიან. მოკლედ გავიქეცი ახლა მეც ახლა ცოტას გავისეირნებ გარეთ. წარმატებებით თქვენ ყველას, უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. სულ დალოცვილები ყოფილიყავით, არაფერზე არ იდარდოთ დედას, ფიცავარ ამათ არ ღირს, გარწმუნებთ. რა სიტუაციაც უნდა გქონდეთ, რა სირთულეები უნდა გქონდეთ, რა ტკივილიც არ უნდა გქონდეთ, მეგობრებო, ეხა მე შემხედეთ. ვიმეორებ, მე ვარ შვილმკვდარი დედა, მაგრამ მე ხალისობ, მე არ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აი მოვიწყინო, შეძლების დაგვარად და ვინმეზე ვინერვიულო. ჩემი საფიქრალი თუ იქნება მხოლოდ სამსახური, მეტი არაფერი მეგობრებო, არ ღირს არავის გამო, არ ღირს ეს ყველაფერი დამიჯერეთ. გაუშვით ნატრი ვისოლი ბუკვიზე. ხო, ამიტომ ყველაფერი გექნებათ ხუთიანზე. მოკლედ გემშვიდობებით ყველას, ბედნიერი დღე გქონოდეთ ყველას და წარმატებები ჩემო ძვირფასებო, მე კიდევ გელოდებით კომენტარებში YouTube-ზე. აბა დროებით, ხვალამდე.